ჩვენი ბიჭი უსაფრთხოდ არის. ხედავ, აშშშ-მ ახლახან თანამედროვე სამხედრო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სამაშველო ოპერაცია ჩაატარა. მას შემდეგ, რაც გუშინ F-15 ირანში ჩამოვარდა, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო მტრის ხაზებს მიღმა 30 საათზე მეტი იყო გაჭედილი. მაგრამ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები თავის ხალხს უკან არტოვებს. აი რატომ? საოცარი ოპერაციით, რომელიც ჰოლივუდის ფილმს გავს, CIA-მ დაიწყო მასშტაბური ფსიქოლოგიური მოტყუების კამპანია, რათა სრულად დაებრმავებინა IRGC. შემდეგ მათ გზა გაუხსნეს აშშ-ს ელიტარულ სპეციალურ ძალებს, რომ განეხორციელებინათ გაბედული შუაღამის რეიდი. სრული მასშტაბის მცირე სახმელეთო ომი დაიწყო სიბნელეში, რამაც მთლიანად გაანადგურა მტრის ათეულობით მებრძოლი და უზრუნველყო ჩვენი კაცის დაბრუნება. ამაზე წიგნებს დაწერე. ამაზე ფილმებს ადაიღებენ, მაგრამ აშშ-ის სამხედროებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ ფრაზა არც ერთი ადამიანი არ დარჩება უკან, უბრალოდ სლოგანი კი არ არის, რომელსაც ყოველ ჯერზე ვიმეორებ. ეს არის ის, რითაც თითოეული ჯარისკაცი ცხოვრობს. ეხლა, სანამ გადავიდოდეთ იმაზე, თუ როგორ მოატყუა CIA-მ ირანის რევოლუციური გვარდია მათი მოტყუების კამპანიით, მოდით სამაშველო ოპერაციის დეტალებს გადავხედოთ. მოусმენთ. ამის შესახებ აცხადებენ ორი მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი და რამდენიმე კარგად ინფორმირებული წყარო რეგიონში. ჩვენ გვეუბნებიან, რომ იარაღის სისტემების ოფიცერი პილოტთან ერთად კატაპულტირდა, როდესაც მათი F-15E Strike Eagle ჩამოვარდა. ისინი ფრენდნენ და მათ ხუთშაბათს ღამით დაარტყეს. უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა იარაღის სისტემების ოფიცრის ძებნა, რომელმაც გამოიყენეს გადარჩენის, თავის არიდების, წინააღმდეგობისა და გაქცევის მომზადება, რათა თავი დაეღწია დაჭერას. მან ნანგრევებიდან მოშორებით ფეხით წასვლის შემდეგ თავი მაღალ ბორცვზე დამალა და საგანგებო სიგნალი გაუშვა. მაგრამ სამაშველო ჯგუფებს 2 დღე დასჭირდათ მის მისაღწევად, რადგან ძალიან ბევრი ირანელი ცდილობდა მის პოვნას. ირანმა ჯილდო დააწესა ამერიკელის პოვნისთვის. მესმის, რომ იქ მასშტაბური შეიარაღებული შეტაკება იყო, ასევე რამდენიმე საფრენი აპარატი, რომელიც უნდა გაენადგურებინათ. ჩვენ პარასკევს ვაცნობეთ, რომ 2 ვერტმფრენი, რომლებიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, დაზიანდა და ამ ვერტმფრენების ეკიპაჟის რამდენიმე წევრი დაშავდა. ეხლა ჩვენ უფრო მეტი დეტალი ვიცით იმ A-10 Warthog-ის შესახებ, რომელიც პარასკევს ქუვეითში ჩამოვარდა. ის სამაშველო მისიის ნაწილი იყო. ის ახორციელებდა საჰაერო მხარდაჭერას და ცეცხლს უშვებდა, რათა ხალხი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევებსა და ავიატორებს მოშორებოდა. ვინ იმალებოდა იქ? ეხლა ვიცით, რომ ეს იყო ამაღლებული ქედი. მაგრამ ამ ეტაპზე გვეუბნებიან, რომ ბევრი დეტალი არ გასაჯაროდება, რადგან ეს ძალიან რთული მისია იყო და მაგრამ ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც F-15-ის მეორე ეკიპაჟის წევრი, ასევე ყველა სამაშველო ჯგუფი უსაფრთხოდ არიან ირანის ფარგლებს გარეთ. ეხლა როგორც იცით, მას შემდეგ რაც F-15 ჩამოვარდა, პილოტი და შეიარაღების სისტემების ოფიცერი დაშორდნენ ერთმანეთს, როცა პარაშუტით ეშვებოდნენ მიწაზე. საბედნიეროდ პილოტი გადაარჩინეს თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათში, მაგრამ სამწუხაროდ სამხედროებმა ვერ შეძლეს მეორე ავიატორის პოვნა. აი ამიტომ მისი პოვნა გახდა პრიორიტეტი ფაქტობრივად ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ოპერაცია ეპიკური რისხვის განხორციელებაში მონაწილეობდა. ეს იმიტომ, რომ ამ ბიჭს მხოლოდ პისტოლეტი ჰქონდა თავის დასაცავად. ბოლო 48 საათის განმავლობაში ყველა რესურსი მიმართული იყო იმისკენ, რომ დაგვედგინა მისი ადგილსამყოფელი და გამოგვეყვანა იქიდან. ეხლა ვიცით, რომ მიზეზი, რის გამოც მანამდე ვერ პოულობდით, ის იყო, რომ ავარიის ადგილიდან ფეხით წავიდა, რაც ალბათ ლოგიკურია. ეს ალბათ მისი წორთნის ნაწილი იყო, რაც მან გაიარა. არ გინდა რომ თვითმფრინავის ავარიის ადგილთან ახლოს იყო, რადგან ეს ყურადღებას იპყრობს. მისი ამოცანა იყო თავი აერიდებინა დაჭერას და მოშორებოდა ყველაფერს, რაც ყურადღებას მიიპყრობდა. ამიტომაც ავიდა 7000 ფუტის სიმაღლის ქედზე, იპოვა მთის ნაპრალი და იქ დაიმალა მანამ სანამ სამაშველო ოპერაცია დაიწყებოდა. იქიდან შეძლო აშშ-ს სამხედროებთან დაკავშირება თავისი საგანგებო სიგნალის და უსაფრთხო საკომუნიკაციო მოწყობილობის გამოყენებით. სინამდვილეში სწორედ ამ მოწყობილობით მოახერხა სამაშველო ძალებთან კოორდინაცია, როცა ოპერაცია სრული ძალით მიმდინარეობდა. როგორც უკვე იცით, საბოლოო სამაშველო მისია შაბათს ღამით განხორციელდა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია აშშ-ს სპეციალური ძალების ისტორიაში. მაგრამ სანამ სამაშველო მისიაზე ვისაუბრებთ, მოდით ნახოთ, რას აკეთებდა მთელი ამ დროის განმავლობაში CIA, რადგან მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ IRGC-ის ძალებს არ გაეგოთ
სად იმალებოდა ჩვენი კაცი? ეხლა უბრალოდ სწრაფად შეგახსენებ თუ ახალი ხართ არხზე, აუცილებლად დააწექით მოწონებისა და გამოწერის ღილაკებს ქვემოთ. ეს ნამდვილად გვეხმარება. მაგრამ გადავიდეთ ამ ანგარიშზე. უმაღლესი თანამდებობის პირი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან ამბობს Axios-თან, რომ სანამ იპოვიდნენ შეიარაღების სისტემების ოფიცერს და აშშ-ის სამხედროების სამაშველო ოპერაცია დაიწყებოდა, CIA-მ ჯერ დეზინფორმაციის კამპანია წამოიწყო. ირანში გავრცელეს ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის ძალებმა უკვე იპოვეს ეს ადამიანი და მას ადგილზე გადაადგილებდნენ, რათა ქვეყნიდან გაეყვანათ. მარალჩინოსნის თქმით, CIA-მ თავისი უნიკალური შესაძლებლობები გამოიყენა ამ ადამიანის შეიარაღების სისტემების ოფიცრის მოსაძებნად და საპონდელად. და ეს იყო ნემსი თვის ზვინში. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო მამაცი ამერიკელი ადამიანი ფთისნაპრალში, უხილავი, გარდა CIA-ის შესაძლებლობებისა. მაღალჩინოსნის თქმით, CIA-მ მხისიერად გაუზიარა პილოტის ზუსტი მდებარეობა პენტაგონს. შემდეგ პრეზიდენტმა მხისიერი სამაშველო მისია დაავალა, რომელიც პენტაგონმა განახორციელა, ხო CIA-მ ამ მისიას რეალურ დროში ინფორმაციის მიწოდებით დაუჭირა მხარი. ეხლა მოდით ვისაუბროთ ამ მისიაზე, რადგან ესეც საკმაოდ გიჟური იყო. მოუთმენლად ველი როგორ გააცოცხლებენ ფილმებში ამ ყველაფერს. ამ ოპერაციაში ასობით სპეციალური დანიშნულების ჯარისკაცი მონაწილეობდა. ათეულობით საბრძოლო თვითმფრინავი, ვერტფრენი, დრონი, კიბერშესაძლებლობები და სადაზვერო შესაძლებლობები იყო ჩართული. ეხლა კი აი საინტერესო ნაწილი. აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავები, შესაძლოა დრონებიც კი, უკვე აკვირდებოდნენ იმ ტერიტორიას, სადაც ეს კაცი იმალებოდა და უკვე დაბომბილი ჰქონდათ ყველა გზა, რომელიც ამ პოზიციამდე მიდიოდა. და ამას გარდა, როცა ირანული კოლონა ზედმეტად ახლოს მიდიოდა, ხო გესმით, ისინი ციდან აგვარებდნენ საქმეს. შემდეგ, როცა შესაძლებლობა გაჩნდა, აშშ-ის ძალები შეიკრიბდნენ იმ პოზიციაზე, სადაც ჩვენი კაცი იმალებოდა. სინამდვილეში სროლა დაიწყო ახლომდებარე ირანის რევოლუციური გვარდიის ძალებსა და USPJ-ს, ტერორიზმთან ბრძოლის სამაშველო ჯგუფებს შორის. მაგრამ საბედნიეროდ ამერიკელებს დაღუპულები არ ყავთ. ჯერ არ ვიცი დაშავებულთა რაოდენობა, მაგრამ დაღუპულები არ არიან. ირანული მხრიდან კი სოციალურ ქსელებში ვნახეთ ცნობები, რომ შესაძლოა 40-მდე ადამიანი იყოს დაღუპული. აი აქ-აქედან სიტუაცია სრულიად გიჟურად ვითარდება. წარმოიდგინე, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრი ხარ. უბრალოდ AK-47 გიჭირავს ხელში. საერთოდ არ გაქვს აღჭურვილობა და სიბნელეში დგახარ. რა გაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ამერიკის სპეციალურ ძალებს დაუპირისპირდები და გამარჯვებული გამოხო? მგონია, რომ უბრალოდ სახში უნდა დარჩენილიყვნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკის სპეციალურმა ძალებმა შეძლეს იმ ტერიტორიაზე მყოფი ირანის რევოლუციური გვარდიის წევრების განეიტრალება. შემდეგ მათ შეძლეს ოფიცრის გადარჩენა და მისი დაბრუნება იმ დროებით ბაზაზე, რომელიც ამერიკელებმა თვითმფრინავების დასაჯდომად და ასაფრენად შექმნეს. მაგრამ სწორედ აქ იწყება მოულოდნელი შემოტრიალება. ოფიცრის გადარჩენის შემდეგ იქ ყოფი ორი სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომლებიც კომანდოსებისა და ოფიცრის უკან დასაბრუნებლად იყო განკუთვნილი, სინამდვილეში ქვიშაში გაიჭედა. ამიტომ ვერ აფრინდნენ. ვარაუდობ, რომ ქვიშიდან საბურავის ამოთხრა ადვილი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის თვითმფრინავს ეკუთვნის, რომელიც ალბათ ძალიან მძიმეა. ზუსტი რიცხვი არ ვიცი, მაგრამ სწორედ ამ დროს მოუწია დამხმარე ძალების გამოძახება. დელტა ძალებმა, რომლებმაც სამი თვითმფრინავი ჩამოიყვანეს, რათა ყველა ამერიკელი პერსონალი გაეყვანათ. და ამას გარდა, რომ აიფეთქებინათ ორი მწყობრიდან გამოსული თვითმფრინავი, რომლებიც ამ დროებით ბაზაზე იყო გაჭედილი. სინამდვილეში, აქ შეგვიძლია ვნახოთ, როგორ იწვის თვითმფრინავი, როცა ირანში გათენდა. შეხედეთ. ეს არის კადრები, რომლებიც ვრცელდება მაშინ, როცა ამ ვიდეოს ვიწერთ, ტეხასის დროით შაბათ საღამოს. ეხლა მითხარი, ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ეს ფილმის სცენარს არ გავს? ალბათ ფილმი, რომელიც მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებს. ეხლა წარმოიდგინე, რომ ამ მომენტში ირანის რევოლუციური გვარდიის წევრი ხარ, რადგან ისინი ალბათ ზუსტად საპირისპიროს გრძნობენ იმისგან, რასაც ჩვენ გრძნობთ. 5 კვირის განმავლობაში აშშ-ის საჰაერო ძალები მათ ბაზებს ბომბავს პრაქტიკულად ყოველგვარი საფრთხის გარეშე ცაში. შემდეგ 5 კვირიანი დაბომბვის შემდეგ ბოლოს და ბოლოს ისინი თვითმფრინავს ჩამოაგდებენ. მაგრამ შემდეგ ჩვენ ყავს დელტა ძალები და PJ-ები, რომლებიც ირანში შედიან. ორივე ეკიპაჟის წევრს გადაარჩენენ და შესაძლოა ათეულობით ან თუნდაც ასობით ირანის რევოლუციური გვარდიის მებრძოლს კლავენ. ალბათ ეს არ იყო ის შედეგი, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდია ელოდა. აი განცხადება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გაავრცელა ამ ოპერაციის დასრულების შემდეგ. ნიშნულოვანია აღნიშნო ბიჭებო, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ბოლო 48 საათის განმავლობაში სინამდვილეში არც ერთი პრესკონფერენცია არ გამართა. ასე რომ ფაქტობრივად იმ დროიდან, როცა თვითმფრინავი ჩამოაგდეს, იმ მომენტამდე, როცა საბოლოოდ მეორე ეკიპაჟის წევრი გადავარჩინეთ, აი მისი განცხადება, როცა სამაშველო მისია დასრულდა.
ჩვენ ის გადავარჩინეთ. შემოთანამემამულე ამერიკელებო, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში შეერთებული შტატების სამხედროებმა აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი საძიებო სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს. ჩვენი ერთ-ერთი საოცარი ეკიპაჟის წევრისთვის, რომელიც ასევე ძალიან პატივცემული პოლკოვნიკია და მოხარული ვარ რომ შეგათხოვინებთ, ეხლა ის უსაფრთხოდაა და კარგადაა. ეს მამაცი მებრძოლი მტრის ხაზებს მიღმა ირანის მოღალატე მთებში იმყოფებოდა, სადაც ჩვენს მტრები მის დევნას განაგრძობდნენ და საათიდან საათამდე სულ უფრო უახლოვდებოდნენ. მაგრამ ის არასდროს იყო ნამდვილად მარტო. რადგანაც მისი მთავარსარდალი, ომის მდივანი, შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე და თანამებრძოლები 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ მის ადგილმდებარეობას და გულმოდგინედ გეგმავდნენ მის გადარჩენას. ჩემი მითითებით, აშშ-ს სამხედროებმა გაგზავნეს ათეულობით თვითმფრინავი, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ მსოფლიოში ყველაზე მომაგდინებელი იარაღით, რათა მისი გამოყვანა უზრუნველეყოთ. ის დაშავდა, მაგრამ ის კარგად იქნება. ეს საოცარი საძიებო და სამაშველო ოპერაცია ემატება კიდევ ერთი მამაცი პილოტის წარმატებულ გადარჩენას, რომელიც გუშინ მოხდა. თუმცა ჩვენ ეს არ დაგვიდასტურებია, რადგან არ გვინდოდა საფრთხე შეგვექმნა ჩვენი მეორე სამაშველო ოპერაციისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა სამხედრო ისტორიაში, როდესაც ორი ამერიკელი პილოტი ცალ-ცალკე იქნა გადარჩენილი მტრის ტერიტორიის სიღრმეში. ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ამერიკელ მებრძოლს. ის ფაქტი, რომ ორივე ეს ოპერაცია შევძელით ისე, რომ არც ერთი ამერიკელი არ დაჰუბულა და არც კი დაჭრილა, კიდევ ერთხელ ამტკიცებთ, რომ ჩვენ მივახციეთ აბსოლუტურ საჰაერო უპირატესობას და დომინირებას ირანის ცაზე. ეს არის მომენტი, რომლითაც ყველა ამერიკელმა, რესპუბლიკელმა, დემოკრატმა და დანარჩენმა უნდა იამახოს და გაერთიანდეს. ჩვენ ნამდვილად გვყავს საუკეთესო, ყველაზე პროფესიონალი და მომაკვდინებელი სამხედრო ძალა მსოფლიოს ისტორიაში. ღმერთმა დაალოცოს ამერიკა და ბედნიერ აღდგომას გისურვებთ ყველას. ეს იყო ყველაფერი, რაც თქვენთვის ჰქონდა. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.